მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ კულტურულ აკადემიაზე, რომელსაც ქართული სუფრა ჰქვია. არც სვანეთი არის ბუნებრივია გამონაკლისი, სვანეთში სადღეგრძელოებს ყოველთვის ამბობს მმზრალი, რომელსაც თამადას ვეძახით. ლიმზირ ზოგადად ძალიან უამრავი მნიშვნელობის შემცვლელი სიტყვა გახლავთ. ლიმზირ უპირველესად არის ლოცვა, თუმცა ლოცვა სვანური სიტყვაა. ლიმზრალი, მმზრალი, დამლოცველი, ლიმზირ, ანუ ვევედრები ღვთაებას, ლემზირ, ეს არის პატარა საღვთო პურები, რომელსაც ლემზირებს უწოდებენ სვანები, აწყობენ ძირითადად 9-ს ან 12-ს და შესაბამის ფორმის მიხედვით თუ დასჭირდებათ ბუნებრივია უფრო მეტსაც და არსებობს სხვადასხვა ლემზირები, ისევე როგორც არსებობენ სხვადასხვა ღვთაებები. უშუალოდ სიტყვა ლემზირი საიდან მოდის? ლემ, ანუ მლამ, ანუ მზის ალის ალთან დაკავშირებული ზემოთ აღსავლენი ლოცვისთვის არის განკუთვნილი. მეზირ სვანურ ყოფით ცხოვრებაში უძველესი დროიდან არსებობდა ფუძის ანგელოზად გამოსახული. მას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა შესაბამისად და ეს უკვე იცოდნენ იმ უძველესმა ბრძენმა სვანებმა, რომელსაც ჩვენი წინაპრები ჰქვიათ. რაც შეეხება სადღეგრძელოებს, პირველი რის სადღეგრძელოდ სვანეთში ითქმოდა, ეს გახლდათ ხოშა ღერბეთ, ანუ ფუსტ უფალი ღმერთი. ფუსტ, ანუ უფალი, ანუ მამაზეციერი, ანუ მამა ღმერთი. მას სუფრის წევრები სწორედაც ამ პირველი სადღეგრძელოთი მოიხსენიებენ. ხოშა ღერბეთუ გვამზრი. და ამ ხოშა ღერბეთთან ერთად, რა თქმა უნდა, იმ ოჯახის ძირითად ბირთვს დალოცავდნენ, სადაც ისინი თავმოყრილი იყვნენ. მეორე და უმთავრესი ეს გახლავთ თარანგლეზების სადღეგრძელო. სვანეთში უამრავი ეკლესიები, ლაქვამსალოცავები დგას თარანგლეზების სახელობისა. როგორც ქვემო სვანეთში, როგორც ზემო სვანეთში, კოდორის ხეობაში და ასე შემდგომ, ისინი ძალიან მაღალ მთებში დგანან და სწორედ აი ამ ანუ აი ამ გარკვეულ დღეებში, სწორედაც თარანგლეზის დღესასწაულები იყო გამართული სხვადასხვა სოფლებში, სხვადასხვა სახელწოდებებით, თუმცა კი დატვირთვა ყველას ერთი და იგივე აქვთ. თარანგლეზს ნახეთ, ჩვენმა დღევანდელმა ეკლესიამ მათ სინთეზირება გაუკეთა. მეცხრამ მექემ მეჰალ. მეცხრამ, ანუ მეცხრამი არის, როდესაც ბავშვი არის მოზარდი. ხარაბ, აი სწორედ ესეც ამას უკავშირდება. მქემ, მომატებელი, მას მიქელ თარანგლეზით დაუკავშირეს. და მეჰალ, ანუ მომწიფებული უკვე. მეცხრამ მეჰალ, ეს არის მეორე სადღეგრძელო. მესამეს ლამზრალ, აუცილებლად ითქმის ჭგრაგი ლამზრალ. ჭგრაგ, ანუ კურთხეული ტერიტორიის ღვთაება, რომელზეც ზოგადად მხოლოდ და მხოლოდ აი მისი სადღეგრძელოს თქმის დროს მარტო ჩამოიხსნიან ხოლმე სვანები სვანურ ქუდს თავიდან. ჭგრაგ ჩუ გვიმზრი გუშგვეი ფაყვამგემს, ანუ ქუდის დამხურავი გაგვიმრავლოს ჩვენმა კურთხეული ტერიტორიის ღვთაებამ, რომელსაც ჭგრაგ ქვია და შემდგომში მას ჩვენი ივანე ჯავახიშვილი და სხვა კორიფე მეცნიერები თეთრ გიორგიდაც მოიხსენიებენ.
შემდგომი არის მეოთხე სადგრძელო, ეს არის წასულების სადგრძელო, წინაპართა წასულების სადგრძელო და შესანდობარს იტყვიან მათზე. შემდგომი არის მეხუთე სადგრძელო, ქორ, ჭვიშ, ჰასვიშ, ნიბაშინ, ასაბია, სახლი, ასული, ასულის შვილები და ირგვლივ შემოკრებილი ნათესაობა. მეექვსე არის შვიდბაი ნაშთები. შვიდბაი ნაშთები არის მშვიდობა და ჯანმრთელობა. და მეშვიდე გახლავთ ლამარია. ლამარია ხო ჩემი ლაქამ ლაცხამს გარო გვისყენე ივალატაღ. აი სწორედ ამ სადგრძელოებით არიან შემოსვილების სვანები და ზოგადად ასე წარმოგიდგენენ ისინი თითოეულ სადგრძელოს. გამომდინარე აქედან 7, 8, 9 მოგეხსენებათ 7 ის საკრალური ციფრია იშგვი, ანუ შვა, იშვა, უფალი იშვა და შესაბამისად 7 დღეც უფალმა მოანდომა იმ სამყაროს შექმნა, რომელსაც შემდგომში თვითონ განაგებდა. 7 დღე, ანუ პირველი არის მიშლადაღ, კვირა, დვეშტიშ, თახაშ, ჯუმაშ, ცაშ, ვებიშ, საფტინ. საფტინი არის ჯგრაგის დღე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, სამყაროს შექმნასაც 7 დღე მოანდომა. მოღუნდ სვანები არ იწყებენ ამ დღეების ათვლას არა ორშაბათით, არამედ იწყებენ კვირით. მადლობთ.